მოგესალმებით პარასკევია ეთერშია სპორტის თემა დღეს ჩვენი სტუმარია კახა კაჭარავა საფეხბურთო სპეციალისტი ძალიან დიდი გამოცდილებით და ბუნებრივია დროს დაუთმობთ დღევანდელ ეთერს მთლიანად ქართულ ფეხბურთს მიუხედავად იმისა რომ ახლობით 2 კვირა გავიდა მას შემდეგ რაც საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო 2 შეხვედრა ჩაატარა ეს საკითხი მაინც აქტუალურად რჩება იმიტომ რომ არ გვიყვარს ჯერ ერთი ჩვენ წაგება და მეორე ჩვენ ამბიცია გვქონდა სურვილი გვქონდა იმისა რომ ამ ჯგუფში მინიმუმ მეორე ადგილი დაგვეკავებინა სამწუხაროდ წავაგეთ ესპანეთთან სამწუხაროდ წავაგეთ თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ პირადად ჩემი მოსაზრებაა რომ განსაკუთრებით ძიმე იყო ემოციურად თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ წაგება და არითმეტიკულად ჯგუფის სიტუაციიდან გამომდინარე პრაქტიკულად შანსის გარეშე დავჭით იმისა რომ მეორე ადგილი დავიკავოთ ამ ყველაფერს ალბათ თავისი გამომწვევი მიზეზები ქონდა აქვს კიდევაც და საინტერესოა ბატონო ახლა თქვენი მოსაზრება ესპანეთის ნაკრებით დავიწყოთ მაგრამ არ მგონია რომ აქ ბევრი იყოს სალაპარაკო იმიტომ რომ უბრალოდ ესპანეთი დღეს ისეთ ფეხბურთს თამაშობს რომ ალბათ განყენებულად მთელი მსოფლიოს მასშტაბიდან განყენებულად არის საუკეთესო თუმცა მაინც მქონდა იმის იმედი რომ 1-2 მომენტი მაინც გვექნებოდა და ეს იმედი არ იყო საფუძველს მოკლებული ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშეთ ამ გუნდის წინააღმდეგ და წავაგეთ მაგრამ რაღაცნაირად მაინც თავაწეულებმა დავტოვეთ მოედანი ამჯერად არ გამოგვივიდა მოგესალმები მივესალმებით ჩვენს მენელს რაც შეეხება ესპანეთის ნაკრებს მე ვფიქრობ ესენი სხვა პლანეტაზე არიან დღესდღეობით სხვა პლანეტაზე არიან რაც შეეხება მე ძალიან დიდი გაკვირვებული დავჭი ესპანეთის თამაზე გამომდინარე იქიდან რომ ახლა როგორც შენაღნისე ჩვენ რამოდენჯერ მოგვიწი ამ გუნდთან და დავმარცხდი და დიდი ანგარიშით და დავმარცხეთ მაგრამ მაჯორის თბილისშიც მაგრამ იმ თამაშებში ჩვენ მომენტები გქონდა რომ თქვა რაღაც საგოლე მომენტები მიახლოებული და ამ თამაშზე ფაქტიურად 78 წუთზე თუ თქვა კარში დარტყვა იყო ესა გასოდაბად ჩვენი საჯარიმო და გოჩოლეიშვილმა დაარტყა ჩვენი მოედანი მე ვფიქრობ რომ ეს იყო ყველაზე ცუდი თამაში ჩვენ ხდება ხანდახან რომ არ გამოგდის თამაში არის ეგეთი მომენტები ფეხბურთში და თანაზე თამაშები ესპანეთის ნაკრებს ხო მე იმის მოლოდინი რომ ფეხბურთელები აკლია ესპანეთის ნაკრებს არ ყავს წამყვანი ფეხბურთელები ნუ ეს არ იყო ცოტა სერიოზული ლაპარაკი არ იყო იმიტომ რომ ეხლა ესპანეთის ჩემპიონატს და ესპანეთს იმდენი არჩევანი აქვს თითო პოზიციაზე განსხვავებით ჩვენგან იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება რო თქვა ყველა პოზიციაზე არჩევანი გქონდეს ფეხბურთელებს ვაი თუნდაც ის რომ ჩაკვეტაძე დაახლოებით 4 თვე არ გვყავს ძალიან ეთყობა ხო ეს თქვა იგივე ჩაკვეტაძე შემსვლელი გამომდინარე იქიდან რომ ბევრი ფეხბურთელი ჩვენ ტრამვირებული იყო კიტე ყვარა დიდი ხანი არ უთამაშია იმ წამყვან ფეხბურთელებს მაინც იმოქმედა ამან მაგრამ შემსვლელები ძალიან რთულია დღეს საქართველოში მოწევ სამწუხაროდ ესია. მე წავედი თურქეთში ძალიან ცოტა დრო იყო და განწყობა აქაც პოზიტიური გქონდა და მოდი მე სპენელს შევახსენებ რომ ეს განწყობა თავისით არ მოსულ ამ ბიჭებმა შექმნეს ესეთი ატმოსფერო ნაკრების გარშემო რომ მათ ყველაფერი შეუძლია და მადლობას უხდით პირველ რიგში და კიდევ ერთი რაც აუცილებლად უნდა ითქვას ეხლა ჩვენ აქ დამნაშავის ძიებას არ ვიწყებთ უბრალოდ მიზეზებზე ვსაუბრობთ ესეთი საუბრები საჭიროა იმისთვის რომ თუნდაც მომდევნო შეხვედრების წინ ესეთი მოლოდინები არ გქონდეს თორე თვითონ ფაქტის მიღება გაცილებით უფრო მარტივია და გაანალიზება ვიდრე რა მოლოდინიდან თქვათ გამოსვლა და ემოციური თვალსაზრისით. თურქეთთან ვითამაშეთ 4 მცველით, ესპანეთთან ვითამაშეთ 5 მცველით. თურქეთთან მოსაგები გქონდა, რომ შანსი დაგვეტოვებინა. ნუ ესპანეთი გავიგეთ და ვთქვით. და მოხდა საპირისპიროდ. მე მგონია რომ პირიქით 5 მცველით უნდა გვეთამაშა თურქეთის წინააღმდეგ და იქ არ ქონდა დიდი მნიშვნელობა რამდენი მცველით ვითამაშებდით. ამ ყველაფერმა ჩემი აზრით პირადად კონკრეტული მატჩის შედეგზე ზეგავლენა მოახდინა, იმიტომ რომ ბევრი თავისუფალი სივრცე დაგვრჩა, რომელიც შესანიშნავად გამოიყენა თურქეთმა. თან ერთი რამეა კიდე ხაზგასასმელი. თურქეთს ყავს ძალიან მაღალი დონის შემსრულებლები ინდივიდუალურად და ორი შეცდომიდან მინიმუმ ერთხელ დაგსჯიან გატანილი გოლით და ეს დიდი სივრცეები ამისთვის ძალიან სახიფათო იყო. ყოველ შემთხვევაში ესეთი არის ჩემი აზრი და თქვენ როგორ უყურებთ ამ ამბავს? ეხლა სწორად აღნიშნეთ ჩვენ ეხლა გარედან ადვილი ამის თქვა და საუბარი რო თქვა და ეს დაიყენებია ეს დაიყენებია გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ ეს მოსაგები გქონდა ეს თამაში მე ვფიქრობ რომ ძალიან იმათ ძალიან ბევრი მოვინდომეთ იმიტომ რომ
ყველა თამაშის შემდეგ კეთება ანალიზი რა. ჩვენ მოლოდინი გავაკეთეთ იმის, რომ სოფლიო ჩემპიონატზე გავალთ, სოფლიო ჩემპიონები გავხდებით. ამიტომ ხალხი ელოდებოდა ამას რა. ჩვენ რეალურად ანალიზი არ ქონდა გაკეთებული იმის, თქვა რა დონეზე ვიყავით. ჩვენ გულშემატკივრებს ბუნებრივია. რა თქმა უნდა. გამომდინარე იქიდან რომ 4 მცველი ვითამაშეთ, ახლა წვრილმა ძალიან კარგად იცის, თვითონ ჩახედულია შიგნით იმ დროისთვის, იმ ეპიზოდისთვის თქვა რომელი ფეხბურთელი უფრო მზად არის, ყავს მას თქვა შემცვლელები, კარგი ჩვენ ვიძახით რომ უნდა ეთამაშა 5 მცველით. იყვნენ ის ფეხბურთელები მზად ამ თამაშისთვის, ხო? ეხლა ყველაფერი არც იყვნენ და მოდი ჩვენ რეალურად დავიბჯოლოთ, ხო? ეხლა თურქეთის ნაკრები, ხო? გამომდინარე იმიდან ჩვენ თუ ყავს თქვა 3, 4, 5 ფეხბურთელი ისეთი დონის, თურქებს ყავთ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც თქვა ჩვენთან შედარებით რაოდენობრივად უფრო მეტი ყავდა. ისიც ავიღოთ, რომ ისინი ახლა სად ჩემპიონატზე თამაშობენ, თურქეთის ჩემპიონატი არის მაღალი დონის ჩემპიონატი, ხო, რეალურად უნდა შევხედოთ, ხო? აი ჩვენ შეგვექნა პრობლემები ნახევარდაცვაში და აი შემცვლელი ვერ ვიპოვეთ, იმიტომ რომ ფაქტიურად არა იმ ზად ის ფეხბურთელები რომ ამ ხელა დონეზე ითამაშონ რა. მე ახლა ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ახლა არ ვიცი ახლა ეს ნაკრებში ფეხბურთელი მოდის, ხო, ახლა მწვრთნელს არ აქვს იმის დრო, რო თქვა რაღაც ელემენტარული რაღაცები, მესვეზე თქვა ტაქტიკურად და თქვა სტანდარტული სიტუაციებში თქვა დავარჯიშო გუნდი, მაგრამ ახლა ელემენტარულად რო ავიღოთ, რომ ახლა გზელი პასი კეთდება, ხო? ცენტრალური მცველები, რომლებიც თქვა პირველი გოლი რო გავიეთ, პირველად არ გაუკეთებიან მას, ხო? მეორე ცდაზე უკვე მივიღეთ პრობლემა, ხო? ახლა მწვრთნელი ამას ვერ გასავლებს, ეს უკვე ბავშვობიდანვე უნდა კონდეს, შენ და ახლა ერთად აღებული, თქვა, მწვრთნელის მოქმედება, ფეხბურთელების მოქმედება და ყველაფერი ბოლოს ბრალდება ვის მწვრთნელს, ხო, გამოდის. იგებენ ფეხბურთელები, აგებს მწვრთნელი. აგებს მწვრთნელი, ხო და მე ვფიქრობ, რომ მაინც ჩემი აზრია ესა, რომ მაინც ჩვენ უნდა დავლოდებოდით მაინც ჩვენ შანსს. მინიმუმ ერთი ტაიმი მაინც. ხო, ერთი ტაიმი ხო, იმიტომ რომ ყველა ვარიანტში ჩვენ თქვა, მომენტ შევქმნით თურქეთს, ეხლა როცა პირველ ტაიმს აგებ 2-3 თვით მერე ძნელია თქვა, გადმოთო. შევქმნით და მაგარი გოლიც გაუტანით, უბრალოდ გაშვებულოთ ჩაიკარგეს. აი ეს არის, თორე მე ახლა სტანდარტულებზე კიდე არ ვიცი ახლა როგორ გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია ხო თქვა ახლა კი იქ შეიძლება ხანდახან ხდება რომ მწვრთნელი გაძლევს დავალებას, მაგრამ თვითონ თამაშის სიტუაციაში შენ თვითონ გძნობ რა უნდა გააკეთო რა. იქ არიან ფეხბურთელები, როცა ხედავ რომ მეტრა 90-იანი ფეხბურთელი უდგება კიტეიშვილს, მაშინ გამოსტილი ფეხბურთელი რომელსაც შენ უნდა უთხრა რომ თქვა მოდი გამიცვალე ადგილი, მე ავიყვან ამას. ეგ ყველაფერი შიგნით ხდება, ხა მწვრთნელი მართლა ყველაფერს ვერ გეტყვით რა. ეხა მე არ ვიცი ვის დაუყენოს. ანუ ეგ ყველას მოხვდა თვალში, იმიტომ რომ ვინც გაგვიტანა გოლი ეს დემირელმა, ხო, მცველმა თითქმის 2 მეტრია. 3 კუთხურიდან 3-ჯერვე თავით დაარტყა და გაგვიტანა 2 გოლი და მე თვითონ კიტეიშვილმა თქვა რომ ჩვენ ზონას თამაშობდითო, მე მას პერსონალურად არ მეურვეობდიო და ამიტომ მოხდა ისე რომ თქვა ის შერჩა ერთი თავით მაღალ მოთამაშეს და ეგეთ დროს როგორ ხდება ხოლმე მე მართლა მაინტერესებს აი ზონა და პერსონალური დავინახე ეგ ახლა ზონური თამაში, ამას პირდაპირ ვიტყვი, იმიტომ რომ იმათი 4 ფეხბურთელია და ჩვენი 7 ფეხბურთელია საჯარიმოში. იქ მე ზონური თამაში თქვა ის რო თქვა 4 თქვა მაღალი დამდგარი იყო თქვა მეკარის თქვა პატარა ბაქანთან განლაგებულა თავიან ზონებში და შემდეგი 4 თქვა დადგმებული დამდგარი იყო ზონაში, მაგრამ იქ ნახდად ვერ დავინახე მე თუ ზონურ თამაშს თამაშობდნენ, მაშინ ის კიტეიშვილი ბრალი არ ყოფილა ცენტრალურ მცველში და პატარა საჯარიმო ხაზიდან გადის გოლი, ხო? ხო, მაქედან გავიდა და ხა თუ კიტეიშვილმა ნახა რო ეს და თავის თავზე აიღო და ხელი შეეშალა, სწორი მოქმედება იყო მაშინ კიტეიშვილის იქ არა. იმიტომ იქ სხვა ცენტრალურ მცველებს უნდა ეთამაშათ, მაგრამ იქ ცენტრალურ მცველსაც ცდება ბურთი. კი ცდება. ყოველ შემთხვევაში ხე ჩვენ აზრს ვლაბარაკობთ, ალბათ ემოციას ამატებს ისიც რომ ჩვენ მე მაგალითად დარწმუნებული ვარ რომ არ არის თურქეთის ნაკრები რომელიც საქართველოს ესე ჯობს ყოველ შემთხვევაში დაფიქსირებული ანგარიშიდან გამომდინარე. მე მგონია რომ იყო შანსი რომ ჩვენ ბოლო ტურამდე მეორე ადგილისთვის ბრძოლაში დავრჩენილიყავით. ეხლა არითმეტიკული შანსი არსებობს, მაგრამ რეალობაში ამ ყველაფრის სისრულეში მოყვანა შეუძლებელია, იმიტომ რომ ჩვენ ესპანეთთან გვაქვს თბილისში სათამაშო, იმათ თურქეთს აქვს ბულგარეთთან სათამაშო, ბულგარეთმა ესპანეთს თურქეთს უნდა მოგოს დიდი ანგარიშით, ჩვენ ძალიან დიდი, მოკლედ შეუძლებელია. იცი რის კითხვა მინდა ამ გადმოსახედიდან თქვენ რესურსის ათვისებას თქვათ 100% თქმა ყოფილი ხართ რესურსის ათვისებით თუ აქ ჩვენ ნაკრებს იმის შესაძლებლობა რომ მაინც სხვა დონეზე გადავიდეს. ნუ რა თქმა უნდა როგორ არა აქვს, მაგრამ რა იცი
აი ნაკრების თამაშის დროს აი რა დაემთხვა ხო ბევრი ფეხბურთელი თქვა ტრამვირებული იყო უთამაშებელი იყო ხო აი თავიდან აღნიშნე რომ ჩვენ არ გვაქვს იმის რესურსი ფუფუნება რო თქვა ერთი ფეხბურთელის ადგილზე სამი ფეხბურთელი ყავდეთ თქვა ასარჩევად არ არის ეს გამომდინარე იქიდან ჩვენი ცოტანი ვარ ელემენტარულად ყველაფერს ავიღოთ ხო მაგრამ შეიძლება რო თქვა რაღაც ეს ამხანაგური თამაშები იქნება რაღაც თამაშები იქნება იმ თამაშებში მიეცეს თქვა იგივე სხვა მოთამაშეებს და კვერნაძე შევიდა მაგალითად ესპანეთთან საქართველოს ჩემპიონატიდანაც ფეხბურთელებს უნდა მიეცეს თქვა თამაშის საშუალება ხო ნახვაწინა რავინა როცა ამხანაგური თამაში გაქვს იქ უნდა მიცე თქვა ისეთ ფეხბურთელებს და ნელ-ნელა თქვა რაღაც აი დიდი პრობლემა გვაქვს ნახევარდაცვაში ხო ფაქტურად ვერ დავლაგდით ნახევარდაცვაში თუ თქვა ანკეტეიშვილია ტრამვირებული ან ჩაკვეტაძე მთლიანად ირევა ერთად თუა ძალიან კაი გამოდის ჩეხებმა იციან როგორიც გამოდის ერთად რა თქმა უნდა ხო და ამიტომ უნდა მიეცეს თქვა ძებნა დღეს აი თქვენ ნახევარდაცვას უფრო თქვა პრობლემურად ხედავთ თუ დაცვის ხა სადაც აშკარად თაობათა ცვლა მიმდინარეობს და არის იცი მთელი ხერხემალი არის ნახევარი დაცვა ხო აი თქვა საუბრობ ჩვენ რატო ვერ შევქენით თქვა საგოლე მომენტები თქვა იგივე თურქეთთან იგივე ესპანეთთან ხო ეხლა მე ვერ ვიტყვი რომ ყველაფერი ნახევარდაცვას უნდა დაუბრალოთ მაგრამ ეს არის მთელი გული გუნდის ხო თავდასხმას საერთოდ უნდა შეაგდოს ბურთი ხა საჯარიმო და ვერ წამოიღებს და ვერ შეაგდებს იქა ხო შემოდა მიუტანო ბურთი მას იქა რა ესე არ არის ხო მაგრამ აი ბურთის ამოტანა შეიძლება ხო წინ ყოველთვის ბურთის თქვა უმიზან მიმართოთ ეხა კალათა ხო არა თავდასხმა წინ ბურთი რო თავით გაიჩეროს ხო აი ელემენტარულად აი ეს ელემენტარულ პასებზეა ლაპარაკი რა ხო მაგრამ წლეხი ძალიან დიდი იყო ჩვენ არ გამოგჩეს როგორი დონის ნაკრებების წინააღმდეგ ვითამაშეთ მე მგონია მაინც რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შემდეგ თვითონ ფეხბურთელებმაც თქვეს ეს რომ თითქოს ისეთი ალმოდებული სურვილი აღარ შეიმჩნევა თამაში სხვათა შორის მაგის არ მჯერა იმიტომ რომ აი საუბარი ჩემთვის გაუგებარია რომ არ მგონია რომ ან ყიტეიშვილს არ უნდა თამაში ან ყვარაცხელიას ან მიქაუტაძეს ან ბუდენ მაგის არ მჯერა არა მაგია გამორიცხული ხო თვითონ ფეხბურთელებმაც რაღაცნაირად ხდება ეგეთი რაღაცა ხო არა თვითონ რა არის იცი ხა თვითონ იმდენად ხანდახან ხდება თავიდანვე აღვნიშნე რომ არის ხანდახან ისეთ თამაშებს სადაც არ გამოგდის არაფერი რა ხდება ხო ხა ფეხბურთში და ამიტომ იმის გამო რომ ფეხბურთელს არ უნდა და ეს გამორიცხულია რა მეც რა ცოტა გამიკვირდა თან მათგან წამოსული იმპულსი ხო ხა როგორ დათქორნული იყვნენ ბიჭები ხო ყველა განიცდი და ყველა ნერვიულობდა რო თქვა იმიტომ რომ მათ შეუძლია თქვა უფრო უკეთესადაც ითამაშონ და მე ვფიქრობ რომ ეს კარგი გაკვეთილი იქნება ჩვენთვის სამომავლოდ ეგეთი რაღაც არ დაგვემართოს. ხო, თითქოს რაღაც მიწაზე დავეშვით და ეს ძალიან კარგი იყო, მაგრამ მე მაინც მგონია რომ ამ ყველაფრის წინასწარმეტყველება რა თვალსაზრისით ის რომ სადღაც მიწაზე უნდა დავშვებულიყავით, უკვე გამოკვეთილი იყო ამ ბოლო თამაშებიდან გამომდინარე, მაგრამ არაუშავს, ალბათ ეგ პროცესი არის. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ ეს ამ შემადგენლობის პიკი არ არის ევროპის ჩემპიონატზე რაც ჩვენ ვაჩვენეთ, ამ გუნდს უფრო მეტი შეუძლია. პოტენციალი გეთანხმებდა, აქ პოტენციალი, ამიტომ ამ ორი თამაშით, ჩვენზე უფრო დიდი ქვეყნები და ჩვენზე უფრო დიდი გუნდებზე მართება ეგეთი რაღაცა რა. ხო, სხვათა შორის მაგის პასუხად შემილია ერთი თქვა რომ შესარჩევი ეტაპის მატჩებს რო უყურებ მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის ზონაში, ყველა ჯერზე და ის ბრაზი მომდის, რანაირი ქვეჯგუფები არის, ზოგიერთი ქვეჯგუფიდან ვინც გინდა ის გავიდეს მსოფლიო ჩემპიონატზე, საერთოდ არაფერი არ იცვლება დანარჩენი მსოფლიოსთვის, ანუ საფეხბურთო თვალსაზრისით, ანუ არანაირი რეზულტატის მომტანი არ შეიძლება რომ ის იყოს, ლოკალური ბედნიერება ეგ ცალკე ამბავია, მაგრამ კენჭისყრაში ამ ბოლო პერიოდში ერთა ლიგას თუ გამოვტოვებთ, არ გვიმართლებს. არ გვიმართლებს, ხა წარმოიდგინე არის ბევრი გუნდები, რომლებიც მე ვკითხავ პირველი კალათიდან ესპანეთი საუკეთესო იყო, მეორე კალათიდან სამ საუკეთესო შორის ერთი თურქეთი იქნება და ის ბულგარეთის ბოლო კალათიდან ყველაზე სუსტი არ არის. ხო, არა, გეთანხმებით ხა, იმიტომ რომ ბულგარეთს აი რაღაცის პერიოდები აქვს ჩავარდნები და ისა, ხო, თორე ბულგარეთის ხა ასე ადვილი არ არის, ბულგარეთს ფაქტიურად ამ ბიჭებს ვარ შენაძლებოდა, ხო? აი ბულგარეთს ეგრე ადულად ვერ მოუგებდი 3-0-ს, ხო? და იქეთ არის კოსოვო, რომელიც შეიძლება კიდე გავიდეს. გეთანხმებით, ხო, ყველაფერი გამართლებული არის გამართლება. თან შვედეთს დაემთხვა ჩავარდნა
სოფლიოში ორი ყველაზე ძვირადღირებული თავდამსხმელი ყავს და 4 თამაში 1 გოლი გაიტანეს. 1 გოლი გაიტანეს და მოკლედ ესეთი რაღაცეები ხდება ხო ეხა ეს ჩვენ სულ გუნდა ჩვენ ყოველთვის მაქსიმალურად ვითხოვთ ყველაფერს. ხვალთაშორის მე მომწონს ეგეთი დამოკიდებულება, იმიტომ რომ ყველა სპორტის სახეობაში ჩვენ რაღაცნაირი წარმატებები გვაქვს ბოლო პერიოდში და მგონია რომ ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ ეს დამოკიდებულებაც არის და რატომაც არა. რატომ უნდა გქონდეს ეხა ჩემთვის ეხა იმიტომ კი არ ვიძახი ყოველთვის რაც უფრო ძლიერ გუნდს ვეთამაშებოდით უფრო დიდი мотиваცია იყო ჩემთვის რო თქვა და აი ძლიერ გუნდთან მეთამაშა რა რო თქვა შენი თავის ხანაერად ფასობს ხო რა თქმა უნდა ეხა და ხდება ეგეთი რაღაცები მე ვერ ვიტყვი რომ ამ ბიჭებს ან არ უნდათ არ გამოვიდათ თამაში მინდა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატსაც შევეხო იმიტომ რომ თქვენ ამჟამად არც ერთ გუნდში არ ხართ დასაქმებული თუმცა უდიდესი გამოცდილება გაქვთ ჩვენს ჩემპიონატში მუშაობისა სხვადასხვა კლუბში დღეს სატურნირო ცხილს რო განდავხედოთ ძალიან დაყოფილი არის მაგალითისთვის მსმენელს მინდა შევახსენო ან ვინმე თუ არ იცის უთხრა რომ მაგალითად გორის დილა და იბერია ანუ პირველ ადგილოსანი და მეორე ადგილოსანი დილას აქვს 62 ქულა და იბერიას აქვს 59 ანუ 3 ქულაა სხვაობა შემდეგ მოდის ქუთაისის ტორპედო მესამე ადგილზე რომელსაც 10 ქულით უფრო ნაკლები აქვს ვიდრე იბერიას ანუ 59 შემდეგ მოდის დინამო თბილისი, დინამო ბათუმი. ანუ დინამო თბილისი აქვს შანსი, იმიტომ რომ 46 ქულა აქვს, რომ რაღაც კონკურენცია გაუწიოს ქუთაისის ტორპედოს. მაგრამ აი დინამო ბათუმი, სამგურალი, გაგრა, გარეჯი და თელავი თითქმის ერთი გამოწვევის წინაშე არიან, იმიტომ რომ დინამო ბათუმს კი აქვს ეხა 37 ქულა, მაგრამ საქმე არც ისე კარგად აქვს და შეიძლება გასავარ ზონაში აღმოჩნდეს და ამ გუნდებსაც ეს საფრთხე ემუქრებათ. ერთადერთი გამოკვეთილი აუტსაიდერი არის ფოთის კოლხეთი 19 ქულით და არ ვიცი შეიძლება არითმეტიკული შანსი დასანანია რომ ფოთში ესეთი რაღაც ხდება. ხო ამოვიდნენ ადგილი შეინარჩუნეს მეორე წელს არ ეყოთ ძალები. აი ესეთი დაყოფა სატურნირო ცხრილისა ქმნის თუ არა შტაბეშტილებას ამ ტურნირის ზოგადად ჩემპიონატის თქვათ დონეზე და კლასზე, იმიტომ რომ მე მაინც მგონია რომ ალბათ ყველაფერი ნათელია ამ მათემატიკური შედეგებიდან გამომდინარეც კი საერთოდ რო არ უყურო ფეხბურთს. რა ვიცი, აი ახლა შეიძლება არ დავაკვირდეთ ჩვენ ახლა უმრავლესობა თამაშებს მე ვუყურებ რა. რეალურად უნდა მივსჯელო ჩვენ იმაზე თუ რა დონეა ჩვენ ჩემპიონატში რა. მე პირდაპირ ვიტყვი რომ ძალიან რთული სიტუაცია გამომდინარე იქიდან რომ ვის დაუბრალო რა ჩემთვის წარმოუდგენელია ხა იმიტომ რომ ზოგჯერ არის ლაპარაკი იმიტომ რომ აი ფინანსური პრობლემები რომელიც პირველ რიგში ეს არის პრობლემა ფინანსური და არის ბევრ გუნდებში ფინანსური პრობლემები ერთადერთი შეიძლება ითქვას რომ ქუთაისის ტორპედო რომელიც დალაგებულად მიყვება ყველაფერს და მე ვფიქრობ რომ სწორად მიყვებიან, იმიტომ რომ ჩვენ რატომღაც გვინდა რომ ერთ წელში ანუ მე მოდი დავაზუსტო ფინანსურ პრობლემაში რას გულისხმობ მე სტაბილურობა შეგრძნება შეიძლება ამ სტაბილურობის ოღონდ რაღაც დონეზე ხა მაგალითად მე ლიდერი გუნდებისგან პრინციპში არც გამიგია რომ ერთი ბათუმის დინამოს აქვს გამოკვეთილი პრობლემები ხელფასის ვერაღებას მაგას გულისხმობ თუ თქვა იმას რომ არა გვაქვს ჩვენ შესაძლებლობა რომ მაღალ კვალიფიციური ლეგიონერები ჩამოვიყვანოთ როგორ ჩამოიყვან მაღალ კვალიფიციური რეგიონებს, როცა ფინანსური პრობლემები შესაბამისი არ არის და მოდი და რეალურად დღეს ფეხბურთი ისე წავიდა და ისე თანხებზე მიდის საუბარი, ხო? აი ფაქტიურად ძალიან რთულია თქვა კარგი ლეგიონერის საქართველოში ჩამოყვანა რა. რთულია, იმიტომ რომ იმ ხელაზე წავიდა ეს ფინანსები და იმ ხელფასებს აძლევენ. ახლა კარგი ფეხბურთელი ჩამოყვანა ძნელია და მე ვფიქრობ რომ უფრო უნდა მიეცეს ქართულ ფეხბურთელებს საშუალება იმის თავის გამოჩენის, მაგრამ მაინც მივდივართ იმ იმაზე რა, იმიტომ რომ როცა შენ უკვე თქვათ, გაქვს ფინანსები როცა გაქვს, მართლა მოიყვან კაი ფეხბურთელს, ახლა იძულებული ხდები შენ რომ ის ფეხბურთელი ათამაშო, რომელიც თქვათ იმ თანხაზე თანახმაა, თორე ეხლა ბევრი გუნდების თამაში უყური და რეალურად ვთქვა, ხო? ზოგ ფეხბურთელს მართლა არ მივცემდი იმ ხელფასაც რა. ლეგიონერები, რომლებიც ქართველებს არაფრით არაფრით არჯობია და მე ვერ ვიტყვი დღეს კიდე რომ აი რომელიმე ლეგიონერს, რომელიც ქართველ ფეხბურთელს 10 თავით ჯობია რა. შეიძლება იყოს 1-2, რომელიც განსხვავება მართლა იყოს, მაგრამ ისინი ლეგიონერები, რომლებიც არიან და ბევრ კლუბებშია,
აი არავითარი განსხვავება არა, ზოგი თქვა სათადარიგოშია, ზოგი 18 კაცი ვერ ხდება და აი ასე რა, ამიტომ ალბათ წლევანდელ ჩემპიონატს ქუთაისის ტორპედოს სეზონის სტარტის ჩაგდება ძალიან დაეთყო, იმიტომ რომ დაძაბულობამ თქვა ისეთი ხარისხის იმას ვერ მიაღწია, ხო, პიკს. არადა ტორპედო ეხა მოუმატა და თქვა რაღაც შევიდა ფორმაში თითქოს. სეზონის ჩამოვიდა მწვრთნელი, ფეხბურთს აკომპლექტება, ასე ადვილი არ არის რომ მოიყვანო წვრთნელი და უცებ. თან როგორ იცვლი დირკ შუსტერი ხე მის კვალიფიკაციაში შეჩვენს და თოში რაღაც შედეგი გააკეთოს რა. აი ჩვენი პრობლემა ეს არის, რომ ერთ წელიწადში გვინდა ჩემპიონთა ლიგა გამორიცხულია რა. ყველაზე კაი მაგალითია PSG. რამოდენიმე წელია მილიარდობით ფული დაიხარჯა და 10-15 წლის მერე მიაღწია იმ შედეგს, რაც ჭირდებოდა. ხო ის კი არ გაუკეთებიათ, რომ თქვა ვაიმე ვერ მოვიგე ხა და ხო დავიხურე ხული და ხელფას არ გადაუხდი ფეხბურთი, უფრო მეტი ინვესტიცია გააკეთეს. სხვანაირი დამოკიდებულება გამოავლინეს მერე უკვე ფეხბურთის მიმართ. თით რა მაინტერესებს ჩვენი ჩემპიონატი ეხა ჩვენ სურო ჩვენი დამოკიდებულება გქონდეს გამოხატული არსებობს საზომი ერთეული ეს არის UEFA-ს საკლუბო რეიტინგი ძალიან დამლავარ თუ არ ვწდები 2 თუ 3 ქვეყანას უსწრებთ. აი რამოდენიმე წლის უკან ხო გემახსოვრება ჩვენ 2-3-ს კონფერენს ლიგა რო ყოფილიყო საკვალიფიკაციო იმას გავდიოდი და აი უპრობლემოთ რა. ანუ პლეი-ოფამდე მივიდა დინამო თბილისი. აეკთან გამოვარდით, მაშინ გუდიოსენმა რაღაც ჯადოქრული პენალი რომ მოიგონა. არაფერი პენალი ეგ არისო. ზესტაფონი იყო პლეი-ოფში ძალიან ახლო და სხვათა შორის თუ ვინმეს გაინტერესებს შტურმი ზესტაფონი და ბრიუგე ზესტაფონი YouTube-ზე შეგიძლიათ ნახოთ. საჯები არანორმალურ შეცდომებს უშვებენ, ოღონდ ჩვენ საწინააღმდეგოდ. გორის დილა იყო ორჯერ პლეი-ოფში თუ არ ვწდები. რაც იმას ნიშნავს, რომ დღევანდელი მოცემულობით ეს ყველა გუნდები, რომელიც მე ჩამოთვალე, უკვე კონფერენს ლიგის ჯგუფში იქნებოდნენ. გეთანხმებით. თავისუფლად. უცნაურია, რომ ეს იყო დაახლოებით 10-12 წლის წინ და დონე პირიქით უფრო დაბლა წამოვიდა ვიდრე მაღლა. უფრო დაბლა წამოვიდა, იმიტომ თქვენ რომ რასაც უყურებ არ ვიცი რა ეხა ყოველთვის თქვა დინამოს, ბათუმს, თქვა იმ კლუბებს პირველი 2 ეტაპი თავისუფლად შეგვეძლო თქვა გავსულიყავი და ეხა პირიქით საჩხერის შიხურა რომელიც ერთ ეტაპს ყოველთვის გადიოდა რა. და თანაც ვარდებოდა როგორ გუნდებთან ეხა არისო ეს ისეთი გუნდი როგორ ფარერები და თქვა ლუქსემბურგის გუნდები ხო? ნუ ნეფჩთან გამოვარდა ერთხელ საჩხერის შიხურა უკვე მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე 38 თუ 48 მილიონი ქონდა მაშინ ბიუჯეტი ნეფჩს და სხვათა შორის წასაგები თამაში არც ერთი არ იყო. მე მაინტერესებს აი რაუდენ პარადოქსიც არ უნდა იყოს ესეთი თქვა სუსტი ჩემპიონატიდან საოცარი ტალანტის მქონე ბავშვები უცებ შნდებიან და მე მიდიან საზღვარგარეთ სათამაშოდ. ეს არის ძალიან კარგი ერთი შეხედვით, თუმცა მე მაინტერესებს სპეციალისტის აზრი. ხო არ ფიქრობთ, რომ მაინც 16-15 წლის ასაკში სადმე წასვლა, თქვათ, იყოს ზიანის მომტანი, იმიტომ რომ მაინც ჩამოყალიბების პროცესია. ეს მეც მომწონს რომ მიდიან, მაგრამ ზუსტად არ ვიცი, ყოველთვის კარგია თუ არა. რა ვიცი, აი ხა მოდი და რეალურად ვიმსჯელოთ ხა. ეს ფეხბურთი ისეთი რაღაცა, რომელიც მაქსიმუმი 10-15 წელი უნდა ითამაშო. აი ამ პერიოდში შემდა ეს არ არის ის ძველი დრო, როცა შენ თქვა თუ მოხვდებოდი კაი გუნდში ან ლანჩხუთის გურიაში, ქუთაისის ტორპედოში ან დინამო თბილისში გარანტირებული ქონდა შენი უკვე სიბერი. ცხოვრება. დღეს აი ამ პერიოდში ამ ბიჭებმა ეს ფინანსები უნდა შეაგროვონ, რომელიც თქვა თავიანთ მომავალ დარჩენილ ცხოვრებას უზრუნველყოფენ. გამომდინარე აქედან ახლა შენ როგორი ადამიანი უნდა იყო რომ შენთან მოდი რეალურად შევადაო შენთან აქ თქვა 10 ლარი და ის აძლევს 1000 ლარს როგორ ეტყვი ხა იმ ფეხბურთს შენ აი გაჩერდი აქ იყავი აქ ითამ ამიტომ ძნელია საქართველოში დღეს თქვა ჯერჯერობით ძნელია თქვა ისეთი გუნდის გაკეთება რომელიც თქვა ყველა გულშემატკივარ ჩვენ რომელიც თქვა მივალთ დინამოს თამაზე ბათუმის თამაზე ან თქვენ ამბობთ რომ შენარჩუნება არის პრობლემა ერთით კარგია რომ ეს ფეხბურთელები ნაკრებისთვის კარგია რომ თქვა ეს ფეხბურთელები წავდნენ უცხოეთში კაი დონეზე ითამაშებენ ეხლა დღეს საქართველოს ჩემპიონატში ხო არ არის ის დონე რომელიც თქვა high classes გუნდებს თქვა გამოიმიტომ რომ ეს ახალგაზრდები მიდიან იქ უფრო მეტ განათლებას ღებულობენ, უფრო მეტ სათამაშო პრაქტიკას ღებულობენ, უფრო ძლიერ ჩემპიონატში უხდება თქვა თამაში. აქედან გამომდინარე, თქვა პროგრესი არის, აი ახლა წარმოიდგინე შენ მოვიდა თქვა 18-19 წლის ფეხბურთელი, გუნდში სავარჯიშოდ,
გუნდი არ ვარჯიშობს იმის გამო რომ ხელფასი არ არის, დუში არ არის, ეს არ არის, ნუ რაღაც ყველაფერი ერთმანეთზე გადამულია, ხა როგორ შეიძლება ეს ფეხბურთელი გაიზარდოს რა. ნუ მადლობა ღმერთს დღესდღეობით არ არის სიტუაცია თქვა ესეთი რაღაცნაირი პროგრესი არის. რა თქმა უნდა პროგრესი არის, ეტყობა ნაკრებს და ეტყობა მაგრამ რა არის შუქდება ჩემპიონატის ყურება შეგიძლია, რაღაცნაირი პროგრესი არის, თუმცა აი ის ამბავი რომ ჩვენი ფეხბურთელების მისამართით ინტერესი გაურმაგდა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ და თუნდაც ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატების შემდეგ ამ ყველაფერმა მე მგონი აი ამ ეროვნულ ჩემპიონატს მიაყენა ერთის ხრივ ზარალი, იმიტომ რომ ძალიან მალე გაყავთ. ადრე თუ არ ენდობოდნენ პატარა ქართველ ბიჭებს ევროპაში, ეხა უკვე ძალიან ღიად უცხადებენ დობას და ეს პროცესი ძალიან კარგი არის, მომწონს და კიდე ერთ რამეს დავაკვირდი. კარგია, მაგრამ ჩვენ კლუბებისთვის ჩვენც ხო გვინდა რომ ჩვენი კლუბებიც გავიდნენ. ჩვენც ახლა ალტერნატიული გზები უნდა გამოვნახოთ. კიდე ერთი საკითხი მინდა რომ თქვენთან ერთად განვიხილო, თქვენ ახალგაზრდულ ნაკრებშიც გიმუშავიათ და ყველა კლუბში სადაც მუშაობდით, თქვენი ნიშა იყო რომ ახალგაზრდებს ენდობოდით სულ და ძალიან ბევრი ფეხბურთელი თქვენ ხელში გაბრწყინებულა და ხუჭა კვარაცხელიაც დინამოში პირველად თქვენა თამაშეთ. ისა უმაღლესი ლიგის თამაში თუ არ ვწდები შუქურასთან სადაც გაიტანა, ხო? თან. შუქურასთან ითამაშა, სადაც გაიტანა, ხო? ხო და აი მაინტერესებს ერთი რომ ადრე უფრო ბევრი ტალანტი იკარგებოდა. საქართველოს ყოველთვის იყო ტალანტები და ყოველთვის არიან, ამას უნდა ძებნა და ნდობა. და ეხლა თითქოს არ იკარგება იმდენი ტალანტი. რაოდენობრივად უფრო მეტი ნიჭიერი ფეხბურთელის შენარჩუნება ხდება დიდ ფეხბურთამდე რომ მივიდეს და თქვა ადრეულ ასაკში აღარ იკარგებიან. ეს თქვა შეგრძნების დონეზეა თუ მართლა ესეა, იმიტომ რომ გამოცდილება თქვენ ამის ძალიან დიდია. აი რა ვიცი, ყოველთვის მითქვა საქართველოს ყოველთვის იყო ნიჭიერები და ყოველთვის არიან. ამ ნიჭიერებს უნდა ვენდო და უნდა მივცე და ხა მე ის შემთხვევით არ მითქვა რომ მოყავს ვიღაც უცხოელი ფეხბურთელი, რომელიც თქვა არ განსხვავდება არაფრისგან, ხო? იქ იმ უცხოელს ათამაშებ, იმიტომ რომ ვინმე ხელმძღვანელობა რამე არ გითხარ, მაშინ რას მოყავდა ეს. მე სოცხანაირად უყურებდი ამ იმას რა თუ თქვა მაშინ ხუჭა კვარაცხელიაზეც გითხარით ორი ოდე სიტყვა ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა და არ მინდა რომ ეს შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან არ მგონია რომ რაღაც მან მგონია რომ თქვენ რაღაც ისეთი რამეები იცით რაც ფართო მასებმა ჯერჯერობით არ იციან რა ვიცი მე ყოველთვის დავდიოდი აი თქვა აკადემიის თამაშებზე იმ თამაშებზე და ეს ფეხბურთელები ნენელა მომყავდა ჩემთან ვავარჯიშებდი ჩემთან გუნდში და ნენელა უკვე თქვა თამაშებს ვაძლევდი აკადემიაში და თქვა დინამო ორში მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი რომ ფეხბურთელი რომელიც თქვა იყო კრეატიული და ქონდა თქვა ინდივიდუალური მაღალი დონე აი ეგეთ ფეხბურთელები იყო ჩემ გემოვნებაში რომ ფეხბურთელს და მით უმეტეს ვაძლევდი ყველა ფეხბურთელს შანსს აი ეს ფეხბურთელები რომლებიც დღეს რაღაც ცოტა ისე მე არ მიყვავს ამ თემაზე საუბარი და ყოველთვის ჩვენ გვაინტერესებს ვიცი რომ არ გიყვართ აი დღეს ფაქტიურად ვინც არის საქართველოს ნაკრებში დაწყებული ყველა ფეხბურთელთან თქვა ზოგი იყო 15 წლის ზოგი იყო 16 წლის ზოგი იყო ძალიან პატარა მაგრამ ვავარჯიშებდი ჩემთან და მე უშვებდი თქვა აკადემიაში თქვა სათამაშოდ მაგრამ ესე ხუჭას ესე იგი თავიდანვე გამოკვეთილი აი რაც გეტყვით იცი აი ეს პლიადა თქვა იგივე დაწყებული ხუჭა თქვა ზურიკო ჩაკვეტა კიტეს აი ვარჯიშზე იყო ერთი სიამოვნება ამაზე ყურება რა აი ვარჯიშს რომ მივდიოდი მიხაროდა რომ თქვა ვარჯიში ხმოდა რომ ამაზე მეყურებია რა ესეთ რაღაცებს აკეთებდი და ესეთ რაღაცებს შევოდნენ და და აზარტულები წაგება არცელს არ თქვა იგივე თქვა აზაროვი თქვა აი ეს ბავშვები თქვა აზაროვი აი თქვა ფოთის კოლხეთში თამაშობდა აბუაშვილი ეს ბავშვები სულ ჩემთან ვარჯიშობდნენ ესენ და რა თქმა უნდა მიდიოდნენ მე თქვა გამომდინარე იქნა ძალიან ახალგაზრდები იყო ხა ყველა ახალგაზრდა 15 და 16 წლის ბავშვები ძნელია რომ პასიურად 11-ვე ათამაშო რა ვაბალანსებდი იმას რომ თქვა ზოგ შეიძლება გულიწრებოდა იმაზე რომ თქვა ბოლომდე რატო არ მათამაშებს მაგრამ ჯერ ისინი მზად არ იყვნენ 90 წუთისთვის რა ამიტომ ნენელა თuliდი იმას და აი სანამ დავასრულებთ იმ შუქურას თამაშს დაუბრუნდეთ თუ არ ვწდები მან მოსაგები გქონდა ეგ თამაში აუცილებლად და თანაბარი ანგარიში იყო და ხუჭა შემოუშვი და მან გაიტანა ძირითადში თამაშა საერთოდ ხუჭამ და ზუსტად 10 წუთი იყო დარჩენილი და როგორც მას ჩვევი ახლა გაბრაზდა მაშინ მე არ გამკვირებია ვიცოდი იმიტომ ვარჯიშებზე ეს რაღაცები შევიდა ეხლა ფაქტიურად მისი თამაში რა არის რომ თქვა მარცხენა მხრიდან შემოვიდეს და თუ თქვა ეხლა მას მიეცი
დარტყმის საშუალება შესრულება შეუძლია ორივე ფეხითაც ახლა იმიტომ რომ რთულია თავდასხმელისთვის დავცველისთვის უბრალოდ მარჯვნივ გაუშვებ უთხრას მარცხნივ გაუშვებ უთხრას ვერაფერს სანამ დავასრულეთ ბოლოს კითხავთ ისე ყველაზე ოპტიმალური პოზიცია ხუჩასი ფაქტია მარცხენა შემტევია მაგრამ თქვენი შეხედულებით აქ თუ არა უნარი რომ თქვა სხვა პოზიციაზეც თავი საუკეთესო წარმოაჩინოს მე ყოველთვის ესე ფიქრობდი რა ეხა ხუჩა ძალიან ცოტა მოუწია ჩემთან მუშაობა თქვა ერთი წელიც არ იყო მე თბილისიდან დავტოვე ერთ რაღაცას ვიძახდი რა ხუჩა უნდა დააყენო ისეთ ადგილზე სადაც ხშირად მიიღებს ბურთს სადაც გინდა იქ იყოს აი ხშირად მას უნდა კონდეს ხშირად ბურთი რომ თუ გინდა რომ რაღაც შექმნას რა და შეაქმნივნოს სხვას კი ბატონო ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი ჩვენი სტუმარი იყო კახა კაჭარავა წარმატებებს უსურვებ სამწვრთნელო კარიერაში წარმატებებს უსურვებ მთლიანად ქართულ სპორტს სხვათა შორის ხვალ უკვე ქართული ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატია ოლიმპიურ სასახლეში საბურთალოზე ვისაც გაინტერესებთ შეგიძლიათ ეწვიოთ 25 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი იჭიდავებს საკმაოდ სოლიდური საპრიზო ფონდია და გურამ თუშიშვილი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჩვენი ძიუდოისტი ასევე მონაწილეობას იღებს სხვა ქართველებთან ერთად და სხვადასხვა ვისაუბრეთ ჩვენ დაუთხარი რომ ეხა აქედან მეთქი ოქროს მედალს ვის გაატანხო და სხვადასხვა გულწრფელად გეუბნებით ესე გადაჭრით ვერიტყვი იმდენად სოლიდური სპორტსმენები არიან ჩამოსულიო და თუ გაინტერესებთ ყველას მე რას გეპატიჟებით დაპატიჟებული ხართ ისედაც 13 საათიდან დაიწყება დღეს კიდე ჩვენი ახალგაზრდული ნაგეჩვენო წამყვანილებს აქვს თამაში 6 საათზე მესხი 2-ის სტადიონზე და ესე მინდა წარმატება უსურვო ჩვენს იგივე 19 წამდელებს. სანდრო კობახიძეა მწვრთნელი, ხო? სანდრო კობახიძე, სხვა თასი ჩემ ფეხბურთელი იყო სანდრო. ერთი კვირით გემშვიდობებით.